რა არის გენი? კარგი კითხვა. მოდი სანამ მთავარ კერძზე გადავალთ, შესავლისთვის ტერმინებში გავერკვეთ, რომლებსაც შემდგომ ხშირად გამოვიყენებთ. გენი, გენომი, ქრომოსომა. ეს სიტყვები მეტ-ნაკლებად ყველას სმენია. ხშირად ქართულ გენსაც ვახსენებთ ხოლმე, მაგრამ ზუსტად რა არის, ბევრს ბუნდოვნად წარმოუდგენია. საქმე რომ გავიმარტივოთ, ანალოგიების ხერხი გამოვიყენოთ და ჩვენი ორგანიზმი დიდ ბიბლიოთეკას შევადაროთ. გენომი ხომ ფაქტობრივად იგივე ტექსტია, ოღონდ ქიმიის ენით დაწერილი. სიტყვა, წინადადება, აბზაცი, თავი, ტომი, ნებისმიერი წიგნი ამ ნაწილებისგან შედგება, ხომ? გენეტიკურ კოდზეც ზუსტად იგივე ლოგიკა შეგვიძლია გავავრცელოთ. ცალკე აღებული ერთი გენი, წიგნის ერთ კონკრეტულ თავს უდრის. ქრომოსომა, გენებისგან შემდგარი დიდი აკინძული ტომია. გენომი, ამ წიგნის ყველა ტომის სრული ერთობლიობაა, ჩვენი პირადი ენციკლოპედია. დავიმახსოვროთ. გენომი არის ქიმიური ნაერთებით დაწერილი უზარმაზარი მრავალტომეული. ადამიანის შემთხვევაში ეს ენციკლოპედია ზუსტად 46 ტომისგან, ანუ 46 ქრომოსომისგან შედგება. საინტერესოა, რა ენაზე დაიწერა ეს წიგნი. ნებისმიერი ტექსტი ანბანს ეკრდნობა. ქართულ ანბანში 33 ასო გვაქვს, მუსიკას 7 ნოტი ყოფნის, კომპიუტერი საერთოდ 2 ნიშანს, 0-ს და 1-ს იყენებს. ბუნებამ კი ყველაზე რთული არსება, ადამიანის სულ რაღაც 400 ნიშანისაგან შემდგარი ანბანით დაწერა. გენომის ენა 4 ქიმიური ნაერთისგან, ანუ ნუკლეოტიდისგან შედგება. ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი. სად ინახება სიცოცხლის ეს მთავარი ბიბლიოთეკა? პასუხი საოცარია. ყველგან. ჩვენი ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში, გარდა სისხლის წითელი უჯრედებისა და თმისა თუ ფრჩხილის ნაწილებისა, ეს 46 ტომიანი ენციკლოპედია სრული სახით დევს. თითქოს შენობის ყველა აგურში მთელი კორპუსის არქიტექტურული გეგმა იყოს ჩამალული. დაფიქრებულ ხართ, რა სიგრძისაა ეს წიგნი? ჩვენი ორგანიზმის მხოლოდ ერთ უჯრედში ჩატეული გენომის მოლეკულას ბოლოებში რომ მოვკიდოთ ხელი და გავშალოთ, დაახლოებით 2 მეტრი სიგრძის ძაფი გამოვა. ახლა წარმოიდგინეთ. თქვენს სხეულში ტრილიონობით უჯრედია. ყველა უჯრედის გენომის ძაფი ერთმანეთზე რომ გადავაბათ, მივიღებთ მანძილს, რომელიც დედამიწიდან მზემდე გაწყვეტება. და მთელი ეს კოსმიური სიგრძის ინფორმაცია ახლა თქვენს სხეულში, მიკროსკოპულ დონეზეა დაკეცილი. რას აკეთებს გენომი და რა არის მისი დანიშნულება? მისი პირველი და უმთავრესი მოვალეობა საწყის ეტაპზე ირთვება, როცა მუცლად ყოფნისას პატარა ჩანასახს ჯერ ემბრიონად, ხოლო შემდეგ სრულფასოვან ადამიანად აყალიბებს. მაგრამ ამით მისი საქმე არ მთავრდება. მთელი ცხოვრების მანძილზე ორგანიზმში მიმდინარე აბსოლუტურად ყველა პროცესს გენომი მართავს. თვალის, თმისა თუ კანის ფერი, გულის ფეთქვა, მოძრაობა, ფიქრი, აზროვნება, მეხსიერება, ძილი და სიფხიზლე, იმუნიტეტი, ჰორმონები, სიცილი და ტირილი, ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, გენების ყოველწამიერი მუშაობის შედეგია. როგორ ახერხებენ ამას გენები? მოდით უჯრედი ერთ დიდ კულინარიულ შოუთ წარმოვიდგინოთ. ჩვენი გენომი ნაირნაირი რეცეპტების უზარმაზარი წიგნია. ცალკეულ გენებში კონკრეტული კერძის შესახებ ინსტრუქციაა ჩაწერილი. საქმეში ერთვება სპეციალური მოლეკულური წამკითხველი, პოლიმერაზა. ის მიდის ქრომოსომასთან გადაშლის საჭირო გვერდს, აკეთებს რეცეპტის ასლს, ეს არის რიბონუკლეინმჟავა მესენჯერი, ჩვენის ციფრული ფლეშბარათი და მიაქვს მთავარ მზარეულთან, რომელსაც რიბოსომა ჰქვია. რიბოსომა არის უმაღლესი კლასის მზარეული. ან თუ გნებავთ, ბიოლოგიური 3D პრინტერი. ის იღებს ინსტრუქციას. აიღე ესა და ეს მასალა და დაამზადე კერძი. სამზარეულოში სულ 20 სახეობის ინგრედიენტი მოიპოვება, მათ ამინომჟავები ეწოდებათ. რიბოსომა მოიმარჯვებს რეცეპტს, ამინომჟავებს ლეგოს კუბიკებივით აწყობს და აკეთებს ცილას. ჩვენ ხომ სინამდვილეში ცილოვანი არსებები ვართ. ჩვენი კუნთები, ჰორმონები, ფერმენტები, თვალის პიგმენტები და ნერვული სიგნალებიც კი სულ ცილებია. აი ამ ძირითად პროცესს, როცა რიბოსომა რეცეპტის მიხედვით ცილას აწყობს, ტრანსლაცია, ანუ ცილის სინთეზი ეწოდება. ბუნებრივია, რეალობაში პროცესი გაცილებით რთულია, მაგრამ ზოგადი წარმოდგენისთვის ეს კულინარიული შოუს ანალოგია მიახლოებით აღწერს ამ რეალობას. ახლა კი შემოვიტანოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტერმინი. რეპლიკაცია, რაც მთლიანი გენომის იდენტურ კოპირებას ნიშნავს. უჯრედების გამრავლება და დაყოფა სიცოცხლის მთავარი პირობაა.
ძველი უჯრედები კვდებიან, ამას აპოპტოზი, ანუ უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი ჰქვია და მათ ადგილს ახლები იკავებენ. სწორედ ამ რეგენერაციის წყალობით ვცოცხლობთ ასე ხანგრძლივად, ათწლეულების მანძილზე. მაგრამ ყოველი დაყოფის წინ ახალ უჯრედს ხომ თავისი ინსტრუქციის წიგნი, ანუ გენომი სჭირდება. ამიტომ გენომი უნდა გაორმაგდეს. წარმოიდგინეთ სპეციალური ცილა, ჰელიკაზა, რომელიც ქრომოსომების ორმაგ სპირალს შუაზე ხსნის, როგორც ელვა შესაკრავს. გახსნილ მხარეებთან მიდის სხვა ცილა, იგივე პოლიმერაზა, უჯრედში გაფანტულ თავისუფალ ასოებს, ნუკლეოტიდებს, აგროვებს და ამ განახევრებულ ელვა შესაკრავს მეორე მხარეს სათითაოდ უშენებს. შედეგად ერთი გენომისგან ვიღებთ ორ იდენტურასს. ეს პროცესი უზარმაზარი ტექსტის ხელით გადაწერას ჰგავს. კალმით წერისას ან კლავიატურაზე ბეჭდვის პროცესში შეცდომები ხომ გარდაუვალია. გენომის გადაწერის დროს გაპარულ ქიმიურ შეცდომებს, ასოების აცდენას ან ჩანაცვლებას მეცნიერებაში მუტაცია ეწოდება. მუტაციის შემდეგ გენი უკვე ახალ რეცეპტს იძლევა და ორგანიზმი ასინთეზირებს ისეთ ცილას, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მუტაცია შეიძლება იყოს საზიანო, ნეიტრალური ან სასარგებლო. ნეიტრალურია, მაგალითად, თვალის ფერზე პასუხისმგებელი მუტაცია, არც გვნებს და არც გვეხმარება. სასარგებლო მუტაციის იდეალური მაგალითია კანისფერი ევოლუციაში. ზიან სამხრეთში, აფრიკაში და სხვაგან გადარჩნენ ისინი, ვისაც მუტაციის შედეგად მუქი კანი ჩამოუყალიბდათ, ეს მათ ულტრაისფერი სხივებისგან და კანის კიბოსგან იცავდა. ხოლო ჩრდილოეთში, პირიქით, თეთრი კანი იქცა უპირატესობად, რადგან მზის მწირ სხივებს უკეთ ატარებდა და D ვიტამინის გამომუშავებას ხელს უწყობდა. კიდევ ერთი მაგალითი. დაახლოებით 5000 წლის წინ მომხდარმა მუტაციამ, MCM6 გენში, ევროპელებს ზრდასრულ ასაკში ლაქტოზის, ანუ რძის შეთვისების უნარი მისცა. თუ მუტაცია სქესობრივ უჯრედებში ხდება, ის შთამომავლობას გადაეცემა. 1000 წლეულების მანძილზე ამგვარი მცირე მუტაციების რაოდენობრივი დაგროვება თვისობრივ ცვლილებაში გადაიზრდება და ახალ სახეობებსა თუ რასებს აყალიბებს. აი ასე, ყოველგვარი ზებუნებრივი ჩარევის გარეშე სრულიად სპონტანური კორექტურული შეცდომებით მუშაობს ევოლუცია. და ბოლოს, რამდენი გენი აქვს ადამიანს? გააჩნია როგორ დავითვლით. აქტიური, ანუ ცილების მასინთეზირებელი გენი სულ რაღაც 20,000-მდეა. საინტერესო ისაა, რომ ეს ჩვენი გენომის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. დანარჩენი ნაწილი მარეგულირებელი ზონებია, რომლებიც ამ გენების ჩართვა-გამორთვას აკონტროლებენ. ადრე გენომის ამ 98% გენებს მეცნიერები ნარჩენ გენომს ჯანმრთელად ეძახდნენ. მაგრამ სინამდვილეში ეს ნარჩენი კი არა, ჩვენი ევოლუციური სასაფლაოა. ჩვენს გენომში ჩაწერილია ათასობით ძველი, გამორთული რეცეპტი. მაგალითად, გენომში დღესაც დევს გენი, რომელიც კვერცხის გულის სინთეზზეა პასუხისმგებელი, როგორც ქათმებში, ან გენი, რომელიც C ვიტამინის გამომუშავებას მართავს, ეს უნარი კატებს აქვთ, მაგრამ ადამიანებს არ შემორჩათ. უბრალოდ, ევოლუციის განმავლობაში ეს გენები დაზიანდა და ჩაქრა. უფრო მეტიც, ჩვენი გენომის დაახლოებით 8% საერთოდ არ არის ადამიანური. ეს არის უძველესი ვირუსების ნაშთები. მილიონობით წლების განმავლობაში ეს ვირუსები ჩვენს შორეულ წინაპრებს შეეყარათ, ჩაეწერნენ მათ სქესობრივ უჯრედებში და იქ დარჩნენ. საოცრება ისაა, რომ ზოგიერთმა მათგანმა სასარგებლო მუტაცია მოგვცა. მაგალითად, ცილა, რომელიც პლაცენტის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, რის გარეშეც ძუძუმწოვრების შვილებს ვერ გავაჩენდით, სწორედ მილიარდობით წლის წინანდელი ვირუსისგან გვაქვს ნაჩუქარი. და აი, მივადექით ყველაზე დამაინტრიგებელ კითხვას. არსებობს თუ არა ეთნიკური, მაგალითად ქართული გენი? მოკლე პასუხია, არა. დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს 100%-ით ერთი და იგივე გენები აქვთ. სხვაგვარად ჩვენ ერთი ბიოლოგიური სახეობა ვერ ვიქნებოდით. მეტიც, ადამიანისა და შიმპანზეს გენომი 99%-ით იდენტურია. ინდივიდებს შორის განსხვავება გენებში კი არა, ამ გენებში არსებულ მცირე მუტაციებშია, რომლებსაც მეცნიერულად ალელები ეწოდება. ყველა ადამიანის გენომის 99,9% აბსოლუტურად იდენტურია. მთელი ჩვენი რასობრივი, რეგიონული თუ ინდივიდუალური მრავალფეროვნება მხოლოდ პროცენტის ამ 1/1000-ზე მოდის. ავიღოთ მარტივი მაგალითი. ყველას გვაქვს ცხვირი. მის ფორმასა და ზომაზე რამდენიმე კონკრეტული გენი აგებს პასუხს. ეს გენები შვედსაც აქვს, პაპუასსაც და ქართველსაც. მაგრამ რადგან ამ გენების სხვადასხვა ვარიაციები, ალელები არსებობს, 100%-ით იდენტური ცხვირი არავის აქვს.
ქართველები ხშირად ხუმრობენ ან ამაყობენ მოზრდილი, კეხიანი ცხვირით და ჰგონიათ, რომ ეს ქართული გენის ბრალია. მაგრამ რეალურად ცხვირის ეს ფორმა მთელ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ ევროპაშია გავრცელებული. და თუ კარგად მოუძებნით, ასეთ ცხვირს გერმანიაში ან ლიეტუვაშიც წავაწყდებით, მაგრამ ნაკლები სიხშირით. ასევე ვიცით, რომ ბევრ ქართველს საერთოდ არ აქვს კეხიანი ცხვირი. ასე წყდება ეთნიკური გენების საკითხიც. უბრალოდ გარკვეულ პოპულაციებში ან ეთნოსებში ზოგიერთი მუტაცია, ალელი უფრო მაღალი სიხშირით გვხვდება ვიდრე სხვებში. არ არსებობს არც ერთი მუტაცია, რომელიც რომელიმე ერის ყველა წევრს აქვს და სხვაგან არსად გვხვდება.